უჩვეულო დაბადების დღე გათენდა. Რაღაცნაირად ცვლილებას გრძნობ ჩემში. მგონი გავიზარდე. დაბადების დღის აღქმა მთელი ცხოვრების განმავლობაში მქონდა ზენიტში. რაღაც სასწაული დღე იყო ჩემთვის. არა, შეიძლება ეხლაც არის უბრალოდ ეხლა როგორც გაზრდილი გოგო ისეთი თვალით ვუყურებ ამ ჩემს დაბადების დღეს. მაშინ წინა 26 წელიწადი დაბადების დღე იყო ყველაზე მხიარული, ყველაზე დატვირთული. დღესასწაულად მინდოდა მეკცია ყოველთვის ჩემი დაბადების დღე და ალბათ გამომდიოდა კიდეც, იმიტომ რომ ყველას უყვარდა ჩემი დაბადების დღის მოახლოება, ჩემს მეგობრებს, ჩემს ახლობლებს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვიხარჯებოდი ხოლმე მათთვის და აი ახლა არის პირველი დაბადების დღე, როცა გადავწყვიტე, რომ არაფერი არ გავაკეთო განსაკუთრებული და უბრალოდ გავყვე დღის განრიგს და ჩემი გულის თქმას. არ ვიცი რამდენად გამომივა, პირველად ვაკეთებ ესეთ რამეს. წუხელ ჩამოვიდა ჩემი და-ძმა მომილოცეს დაბადების დღე. ოტიაც გაერია მარაქაში. გამახარეს ძალიან და ესეთ მომენტებში კიდევ უფრო მეტად ვიაზრებ ხოლმე, რომ და-ძმაზე მეტად სიმდიდრე ალბათ ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს. სასწაული და-ძმა მყავს. ერთი აქ არ მყავს, გვაკლია. საზღვარგარეთ არის, მაგრამ იმედი არის, რომ სალომეც მალე დაბრუნდება და ჩვენს გვერდით იქნება. მოკლედ, არ ვიცი რა იქნება, დღევანდელი დღე როგორ ჩაივლის. ვიქნები თქვენთან ერთად და ნახოთ დღის ბოლოს როგორი შეჯამება იქნება ესეთი უცნაური დაბადების დღის. არაფერს არ გეკმავ წინასწარ, გვიჩვენებს ცხოვრება, რა და როგორ იქნება. დილიდან რაც გავიღვიძე, პასუხობ წერილებს და ეს არის ყველაზე გემრიელი განცდა და გრძნობა, რაც შეიძლება იყოს და რაღაცნაირად მართლა ასაკში შევდივარ მგონი. წუხელ მომიტანეს ეს საჩუქარი, მომიბრძანეს ჩემმა და-ძმამ და თან ისე გამოფრთხილეს, რომ ოტიეს წვლილი ცაlis ამაშიო. გამოიწვრინე ხო ამ საჩუქარში შენ თავი? არა, რატო კიდე მე კიდე გიყიდი რატო გამო. დაგათვალიერებინებთ რა არის აქ. კაბოჭკა. ძალიან მოინტერესებს როგორ მომერგება. ეს ბაჩიები. უხამ გამომიგზავნა კიდე საჩუქარი. ნახეთ რა ამეწია. და ნაწერია. ძალამაზი ფერი არის. რაც არ ვიხდი ხოლმე დაბადების დღეს, რაღაცნაირად არ ველი ხოლმე საჩუქრებს. პასუხები გავეცი თითქმის ყველას. წუხელ მქონდა ძალიან დიდი სადილის ორგანიზება და ეხლა უნდა მივალაგო აქაურობა, ჩავზიდო და მე გავაწყო საუზმე. დღეს ბევრნი ვართ სახლში და მინდა რომ რაღაც ისეთი კაი საუზმე გქონდეს. ხო და ეხლა უნდა ვიყო. გასაკეთებელი, ოტიაც გასული არის სახლიდან. და ვფიქრობ, რომ იქნება სადმე ქუთაისში წავიდე თან დებში დავსხდე თან რაღაც მაგდაგვარი. ნახოთ. ვიფიქრებ ამას.
ნუ დიდად განწყობა ეხლა რა ვთქვა რა ეს ძალიან ამაღლებული განწყობა მაქვს თუ მოგატყუებ მაგრამ ჩემი დაძმა რო აქაა თან ჩამოსული და ოტიასაც რაღაც ისე უნდა რომ არ ჩაიეროს უბრალოდ ამ დღემ ნახოთ შეიძლება წავიდეთ ქუთაისში ეს მეცდინავს უნივერსიტეტში ზიხარ Questionnaire დავინჩი, თვით დავინჩი. დიახ, ვატყობ. პედაგოგი. ეს სურპრიზად ყოველთვის მევაკეთებდი ხოლმე. დაბადების დღის სურპრიზებში ყოველთვის მე ვიყავი ხოლმე ესეთი ორგანიზატორი და როდესაც ხები აკეთებენ ხოლმე ჩემთვის განსაკუთრებულად ერთიორად რაღაც ესეთი მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ ვიცი რამხელა ემოციას, რამხელა მონდომებას დებენ ადამიანები ამ ყველაფერში, ამიტომ ჩემთვის ერთიორად ძალიან ძვირფასია. ნახეთ როგორი ორი მოჟამული ამინდი არის. მოწყენილობა ირგვლივ. ესეთი ამინდი როა ალბათ კიდევ უფრო მეტად მიმძაფრებს იმ განცდას, რომ არ მაქვს ახკმა ჩემი დაბადების დღის. აი ეს პროცესი მეზარება, რომ აი ეს ჭიქა, აი ესა უნდა ავიღო. ტუკ წავიღო და შევდო აი აქ. აი ეს არის ყველაზე მომაბეზრებელი პროცესი. აი ეს უნდა გავაკეთო ხა ყველა ისად თავ. აი რა შეიძლება გავაკეთო დღეს. ერთი ვარიანტია რომ არაფერი. მეორე ვარიანტია რომ დავანთო ბუხარი და საღამოს უბრალოდ დავსხდეთ და ჭიქა გვინით შევიქციოთ თავი, რასაც თითქმის ყოველ საღამოს ვაკეთებთ. მესამე ვარიანტია რომ გავიდეთ სადმე. მეოთხე ვარიანტია რომ გავაკეთო არაფერი. საინტერესოა დღის ბოლოს როგორ დამთავრდება და რას ვიტყვი რა გავაკეთეთ. კომენტ ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ ხო გეუბნებით უჩვეულო დაბადების დღე არის ძალიან. საინტერესოა არ ვაპირებთ დღეს აი ჩუსტების გახდას და ნორმალური წინდის ჩაცმას რომ რაღაცა ერთ ფერში მაინც ვიყო. აშკარად არ ვაპირებ, ხო შემეძლო რაღაცა ნორმალურად ჩამეცვა ან სახეზე წამესვა რამე ან აი რაღაცა მუტანტი რო გამოსული ეგ მაინც დამემალა. მაგრამ არ მაქვს სურვილი. ძალიან კარგად უხსნით ეს თავს. ძალიან მომწონს ეს თაიგული როგორც აბაწყავი. კატო შენ მოგწონს? ხალამაზია. მოვიფიქრე რაც უნდა ვქნა კატო. ეხლა შენ რეაქციას გავიგებ ტელეფონში. ხინკალი ხوار გავაკეთო. ვინ მოვიდა? ვინ მოვიდა? კარებს რა ვიღაც. გამარჯობა. ვიღაცას მოაქვს ყვავილი ჩემთან. ნახეთ რა გამომიგზავნის. აბა ვნახოთ ვისგან არის. ნატკა ფლოვერსისგან ყოფილა. წყალტუბოში არის ერთი ძალიან კარგი გოგო, რომელიც ნახეთ. ეს მიყვარს ეს ჩანთა და ეს გამომიგზავნა. ნახე კატო რა ლამაზია. ეს მომეწონა წინაზე. ნახე რა ლამაზი ჩანთა, ამას ისედაც დავიჭერ ხოლმე. ხალამაზია. ჩუსტებს არ გიჩენ? ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ამოვედი და ჭიშკართან არის კიდე ვიღაც მოვიდა. დათიკო შენ ხარ? ყვავილებით მოდის. ეგ რა არის დათიკო? მირანდასგან არის. და შენგანაც რა თქმა უნდა, მაგრამ მირანდას ხელი ურევი აშკარად. აუ რა ლამაზი არის.
შევიყვანოთ და ჩავდოთ წყალში. მოგწონს? მიღეთ ამ ფოტოებს? მადლობა მირანდას და დათიკოს. ძალიან ლამაზია. შევიტანოთ და ჩავდოთ ლარნაკში. აი როგორი მოგიძა. გაწვენდა. ვიფიქრე ხინკალი ხარ მოვახვიო თქო თან მთელი 5-6 საათი მოუნდები მგონი ხინკლის მოხვას. მაგრამ მინდა რომ ეს ხალხიც რაღაცნაირად ვინც ირგვლივ მყავს რომ ასიამოვნო და ვეღარ გადავწყვიტე რა ვქნა, მირჩიეთ რამე. თუმცა უკვე დაბადების დღე რო დასრულებული იქნება, მე ნახავთ ამ ვიდეოს და რა უნდა მირჩიოთ. ვერ მოვიფიქრე. მოვიფიქრეთ რომ დავპატიჟოთ ხალხი. სად პატიჟებთ ოტია, სად მივდივართ? სად წავალ? სად? ძმები. არა თქვი. მე დებში. მიმატოვა მთელი დღე წასულიყო. კი ნახეთ რომ მარტო დავბუდიალობდი. ხო და მოვიდა ეხა და მოიფიქრა. აი კაცის ტვინი მაინც ხო არის და ჩართულობა. კატოს ვეუბნებით? კატოს ჩემდას? გვინდა ვაფშე პატარაა და. მოდით ჩავთვალოთ ეგ ადამიანებს, იმიტომ რომ ბავშვია ჯერ. ნერვებს ნუუშლით 18 წლის არის უკვე ჩემი და. ჩავწერო. და ამიტომ მოვიფიქრეთ რომ წავიდეთ დებში. ხინკლის ეხლა კეთება არ არის დიდად მიზანშეწონილი, იმიტომ რომ მართლა მთელი საათები მაგას მოუნდებოდი და წავალთ და დებში მოვსხდებით. ეხლა ვაკეთებთ ციას. იმედია ეს ხალხი არ გაბრაზდება არა 2 საათით ადრე რო უთხარით. არ ვაკეთებდით. დიდად არ გამოპრანჭულა. მე დავიძარით გადაწყდა როგორც გითხარით დები. მივდივართ დებში. ხალხს დავუძახეთ, უცებ მოგროვდნენ და წავედით ახლა ჩვენ დებში. გარეთ წვიმს ისა. დაახლოებით 15 ადამიანს დავუძახეთ. 15 ადამიანი დავუპატიჟეთ. თუ ჩემი ჩათვლით არის ვართ 15, ხო, ნუ როგორც არის. ტორტს მიხმოიტანს. ბიჭები მოდიან. ოტია რა არის ქორწილის სუფრისთვის მოგაქვს? არა მეორეც არის. მეორეც. გადაგიგებ. ოტია ახლა მაინც გაგერიცხა მანქანა ცოლის დაბადების დღე გაქვს რაღაცა. რა ჩავთ. წვიმა ჩართ. კაია, მიდი. ჩვენ წავედით და. დავიძარით. საჭესთან არის იუბილარჩიკი. ეს შევიკრა. ღვედი შევიკრათ. წავედით. რა გიხარია? სოლი დაგიბერდა. გზაში გავიკეთე მაკიაჟთან. პარალელურად. ძმაო, რა სიპრანჭები? ავედით. დავჯავშნით წეღან მაგიდა. დაგინდა. ცოტა ხალხი იქნება. ეს ჩემი მაგიდაა გამზადებული. და რა ლამაზია. ნახეთ რა ლამაზია. მოგწეს კატა, ჰა? მოდიან ნელ-ნელა სტუმრები. მირიანიც მოვიდა უკვე და მორჩა სუფრა იწყება. რამდენიმე ადამიანსაც ველოდებით და უკვე დავსხდებით, სუფრა გაშლილია.
Yeah. I got your message. So I didn't really ყვავილების ისა მაგ დაბადების და მეულობ ინფლუენსერ წყალდობლოვანი ინფლუენსერი. დავაი. იო, მაშინ ჩაჭრუამის. სახე როგორ იმღირება? გამოვარჯოს თამადას. თამადას გამოვარჯოს. ლამაზად ხარ. ეს თამადა, რატომ მიცაცი გაშული დაბადების დღეს. ალკოჰოლი ინფლუენსა. ეხლა რა მომენტია, იცით? დილით რა ვიცოდი რა იქნებოდა და აი საღამოს რო უკან 15 კაცი როზის. ცნაურია ხო ცხოვრება, მაგრამ აღმოჩნდა აი ჩემი სადღეგრძელოა. რამდენი წლის გავხდი? 15 წელი, არაფერი არ არის. გული არ გაიტეხო? 27-ის გავხდი. 27-ის გახდი? მათემატიკაში ცოტა დაბალი გულები გიმეწერა მე. აგერ შევწვი ახლა უბრალოდ. მიგმედეს 27 წელი არაფერი არ არის. აი გამოგევიდა, ნუ ცუდი. კი, სანივრად. მეტმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა. კაცნი. ეს მართლანიჭი არის. ეს მართლანიჭი არის, ყავს მე ამას კედაში შევიმბე, რა. წედა. როდესაც ის გარიშეს გაუმარჯოს და გაუმართლა მიწოწეს გარიშეს. იმიტომ რომ ავტობუსი დაგლოცავ მუსიკო. მრავალი და მრავალი შეს ოჯახთან ერთად. ესე როგორ ხარო? ეგიც მომცემდა საკმარება. ერთი რაღაცა მინდა გითხრა. გასკი შეიძლება. თუ ეგა იყო. უზენ. მეცა, ჩვენი წლები გაახსენე. უკვე ხო გასკი შეიძლება, ვიდა? გავიც, ყველაფერს საუკეთესო გითხრებ. მიხარია. რო გასკი შეიძლება და კალია. რანგალია. მოგიწევდა დაი. ის მოწოდე დაი. დიდხანს ვიყავდე. მუსიკაში მოსულა.
გადავიდეთ ჩვენი გართობის ფაზე, რაც გქონდა ცეკვაში. და დასრულებული ყავიცე. არ გინდოდა რომ დასრულებული. კარგი იყო, არ მინდოდა. მეტირება. მამა მოაწოს დაგპატიჟებ კიდე. წელიწადში ერთხელ გაქვს დაბადების დღე? კი. აი მე არ ჯერა, იცი? არ ჯერა. წავედით ხალხო, წავედით. ჩათე. დავიძარით სახში. მალა ძალიან კმაყოფილი და კარგად წავიდა. უხოთ. აი ეს არის მარიკა. ეს ხალი არის დღევანდელი ჩემი დღის შემოქმედი, ეს თან რომ მეფარება. ძალიან დიდი მადლობა მარიკა. მადლობა. წავედით თოტია? წავედით. ავიბარგეთ. გავიქეცეთ ხა. წავედით. ესე არ დარჩეთ. ესე არ დარჩეთ. წავედით. მოკლედ აქ სრულდება ჩემი ვიდეო და ძალიან დიდი მადლობა მთელი დღე ჩემთან ერთად ყოფნისთვის.